პიროვნებისთვის და პირველ რიგში გთხოვთ რომ გაგვაცნოთ ის განცხადება, რომლის გაკეთებასაც თქვენ გეგმავთ. დღევანდელი ჩვენი თემა გახლავთ ფრიად სკანდალური და ძალიან კონფიდენციალური ინფორმაცია. მოგეხსენებათ თქვენ მთელი ზაფხულის განმავლობაში რუსული FSB დაკავებულია საქართველოში ტერორისტული ბაზების ძებნით და ეს თემა მათ იმდენად მოსწონთ, რომ თავად FSB-ს შეფი ალექსანდრე ბორტნიკოვი აკეთებს ამის თაობაზე განცხადებებს, მიუხედავად ამ მტკიცებისა ორთვიანი მათ ჯერჯერობით ვერ წარმოადგენს ვერც ერთი დამადასტურებელი ფაქტი ამის თაობაზე, რომ პანკიში და საერთოდ საქართველოში არის ტერორისტების ბაზები, ვერ წარმოადგენს ვერც ფოტო და ვერც ვიდეო მასალა. მე მივიღე კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ღირს იმათ, რომ მედიას გავაცნო, იმის თაობაზე თუ რას ამზადებს რუსული FSB, ეს არის მისი ახალი გეგმა საქართველოში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩასატარებლად. კერძოდ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილი გახდა, რუსული FSB უკვე ამონტაჟებს და ამ დღეებში ის აპირებს, რომ როგორც საერთაშორისო საზოგადოებას, ისე რუსულ მედიას წარუდგინოს ჩეჩენი ტერორისტის და მე გვარი დასახელის დასახელება შემიძლია უგას ახმადოვის ჩვენება. ეს ჩვენება შეეხება იმას, რომ თითქოს და მარტში საქართველოში ბობოყვათში პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა საიდუმლო შეხვედრა, რომ ამ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივით არგამაძე. მას შეხვდა საქართველოში იმხანად მყოფი ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკი და დაუკვეთა ტერორისტული აქტის ჩატარება რუსეთის ტერიტორიაზე, კონკრეტულად ეს ეხებოდა სოჩაში ტერორისტულ აქტს და უგას ახმადოს უნდა მოეხდინა ერთ-ერთი კავკასიელი წარმოშობის ბიზნესმენი, სამწუხაროდ მე მისი გვარი არ ვიცი, ეს ინფორმაცია არ დაზუსტდა, ლიკვიდაცია, რომელიც სოჩი ატარებს სარემონტო სამუშაოებს ოლიმპიადასთან დაკავშირებით. ამაში მას თითქოს და ბერეზოვსკიმ გადაუხადა $3 მილიონი და როდესაც ის შეასრულებდა უკვე დავალებას, დაახლოებით ამდენივეს მიიღებდა დავალების შესრულების შემდგომ. უგას ახმადოვი მოგეხსენებათ და მე ზუსტად ვიცი ეს ინფორმაცია, რომ რუსული FSB-ს თანამშრომელი გახლავთ და მე შეგახსენებთ თქვენ მის აღიარებით ჩვენებას მსგავს ბადრი პატარკაციშვილის საქმესთან დაკავშირებით, როცა მან განაცხადა, რომ მას გიად გებუაძე მანუ მასტერამ დაუკვეთა ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაცია და თუ გახსოვთ სკოტლანდიარდი იძიებდა კიდეც ამ საქმეს, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ დადასტურდა ახმადოვი გახლავთ FSB-ს თანამშრომელი, ამის გამო აი ამ პირველმა ვერსიამ მისმა დიდი საერთაშორისო რეზონანსი ვერ პოვა. აი ესეთ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ რუსულმა FSB-მ თავად მოაწყოს სოჩი ტერორისტული აქტი, ან ბიზნესმენის ან რაიმე სხვა ტიპის, იმიტომ რომ რუსულ მედიაში სხვათა შორის უკვე გაჩნდა ცნობები ამის თაობაზე, რომ რამდენიმე არ არის მთლად უსაფრთხო სოჩის ოლიმპიადის ჩატარება. აქედან გადა ამაში შემდგომ დაადანაშაულონ როგორც ჩეჩენი ტერორისტები, ისე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. ეს გახლავთ რუსული FSB-ს ამჟამინდელი გეგმა, რათა მას საერთაშორისო საზოგადოების თვალში გაამართლოს ანტიტერორისტული ოპერაცია, რომლის ჩატარებასაც როგორც ჩანს ნამდვილად აპირებს აგვისტოში. რა ინფორმაცია გაქვთ უშუალოდ ამ ანტიტერორისტული ორგანიზაცია თქვენ ამბობთ, რომ ის რუსეთი აპირებს აგვისტოში ანტიტერორისტული ერთხელ უკვე გავაკეთე ამის თაობაზე განცხადება, მოგეხსენებათ, ყველა რუსული გეგმა საქართველოში ჩავარდა. მან ვერ მიაღწია იმას, რომ შიგა ამბოხის შეიარაღებული გზით რაიმე ტიპის პროვოკაციების გამოწვევით მოეხდინა ქვეყნის შიგნის დესტაბილიზაცია. ეხლა პირდაპირ ოკუპაციაზე რასაკვირველია ესე უმიზეზოდ რუსეთი ვერ წამოვა საქართველოს ტერიტორიაზე, ამიტომ მას საერთაშორისო საზოგადოებისთვის სჭირდება დადასტურება იმისა, რომ ტერორისტები არიან საქართველოში და ეს კამპანია მიდის მთელი ზაფხულის განმავლობაში. ტერორიზმი მოგეხსენებათ საერთაშორისო საზოგადოებისთვის გახლავთ ის თემა, რომელსაც ისინი ძალიან მტკივნეულად იღებენ და უგას ახმადოვი კიდე გახლავთ ის ადამიანი, რომელიც აი ტერორისტებში საკმაოდ პოპულარული, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში ადამიანია და ამიტომ ეს ინფორმაცია თანდათან უფრო ხდება რეალური. მე გეტყვით, რომ წყარო გახლავთ რასაკვირველია კონფიდენციალური, მაგრამ სარწმუნო, ეს იგივე წყაროა, რომელმაც თავის დროზე მე მომაწოდა ინფორმაცია ქართული პარტიის და FSB-ს გენერლების შეხვედრის თაობაზე და მათ შორის დასახელებული იქნა FSB-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი სერგეი ბესედას გვარი, ასე რომ ეს ინფორმაცია მე ვფიქრობ არის ის ამბავი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას და ჩემი დღევანდელი განცხადება შესაძლებელია იყოს გარკვეული პრევენციაც. ანუ ამ პიროვნების შესახებ ქალბატონ ელისო, ამ პიროვნების შესახებ იქნებ უფრო დეტალურად
ზოგადად რა საქმიანობდა წარსულში, რას წარმოადგენს ზოგადად ეს პიროვნება? გასახმადოვი, ცნობილი ჩეჩენი ტერორისტია. ის არის დაკავშირებული რამდენიმე გახმაურებულ ტერაქტთან, როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, რომელიც შემდგომ გამოირკვა და არაერთი მასალა იქნა მიძღვნილი იმის თაობაზე, რომ სწორედ პუტინის პირადი დავალებით ააფეთქა მან მოსკოვში საცხოვრებელი სახლები და ასე შემდეგ. ამიტომ მისი თანამშრომლობა რუსულ FSB-სთან ფაქტიურად გახლავთ დადასტურებული. თუ შეკითხვები გაქვთ, კი ბატონო. და რამდენად შეიძლება თავის დროზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბანკში რუსულ მედიაში ვრცელდებოდა ბანკში იმყოფება თუ ეს გახლავთ ამ სცენარის არა მხოლოდ გაგრძელება, არამედ ფაქტის დადასტურებაც, იმიტომ რომ რადგან ვერ იქნა წარმოდგენილი როგორც ვიდეო, ისე ფოტომასალა, რომ ბანკში ნამდვილად არის ტერორისტული ბანაკები და 21 საუკუნეში ვცხოვრობ თანამედროვე ტექნოლოგიების ქვეყანაში, ბოლოს და ბოლოს შესაძლებელია სპეცსამსახურმა მსგავსი ფოტო მოიპოვოს, თუ ნამდვილად გახლავთ ესეთი ბანაკები იქ და ამიტომ რადგან ეს ვერ მოხერხდა, ამიტომ აღიარებითი ჩვენება იქნება მტკიცებულება რუსული საზოგადოებისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები გეგმავენ ტერორისტულ აქტებს საქართველოში. ეს ადამიანი დღეს დაკავებული იყო? ეს ადამიანი დღეს დაკავებული, მე როგორც ვიცი, იმყოფება რუსეთში, დაკავებული არის თუ არა, არ ვიცი, მაგრამ აღიარებითი ჩვენება, რომ ამ დღეებში უნდა გავრცელდეს მისი, ეს ვიცი ნამდვილად. ეს ტერაქტი დაიგეგმა უგას ახმადოვის განცხადებით თითქოს და ბობოყვათში, მას შეხვდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და მათთან ერთად იმყოფებოდა ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკი, რომელმაც მას დაუკვეთა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად ტერაქტი სოჩაში და მას უნდა მოეხდინა კავკასიელი წარმოშობის ერთ-ერთი ბიზნესმენის ლიკვიდაცია, რომელიც სოჩაში სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობს. სამწუხაროდ მე მისი სახელი და გვარი არ ვიცი. და მე ვფიქრობ, არ არის გამორიცხული, რომ რუსებმა თავად მოაწყონ ეს ტერაქტი, როგორც სოჩაში, ისე რუსეთის სხვა ქალაქებში და გამოიყენონ საბაბად ახმადოვის აღიარებითი ჩვენება, რომ ეს დაგეგმილია საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან. მით უმეტეს თქვენ გახსოვთ, რომ მოსკოვის ტერაქტში მოსკოვის მეტროში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებითაც და ადანაშაულეს საქართველოს ხელისუფლება მეორე დღესვე გაკეთა განცხადება, რომ ტერაქტების კვალი მოდის საქართველოში. ეს გახლავთ მათთვის ხელფეხის გახსნა იმისთვის, რომ საზოგადოებას კარგად შეფუთული მიაწოდონ ანტიტერორისტული ოპერაცია, რომლის განხორციელებასაც ისინი გეგმავენ ჩემი ინფორმაციით აგვისტოში. ჯერ გამოაქვეყნებენ ახმადოვის აღიარებით ჩვენებას და შესაძლებელია პარალელურად ამას მოყვეს ტერაქტების ნაწილიც სოჩაში.